აბა როგორი თებერვალი გველოდება? თქვენი დროა, მერწყულებო, ტყუპებო, თქვენი დროა. ხარში გამართული. რას ამბობ, კაცო, დროის დაკარგვის უფლება ეხლა არა გაქვთ. პირიქით, ძალიან აქტიურები უნდა იყოთ ეხლა. თქვენ და ეხლა ზოგადად მოდი ეს თქვა, თებერვალი რას გვიქადის ის დრო, რომელიც ჩვენ წინ გვაქვს კიდევ დარჩენილი და რა ტენდენციებია. ნუ პირველი დავიწყოთ რით. აი მოდი ასე ვთქვათ, ორ ნაწილად გავყოთ, ხო? თებერვალი. მთლიანად. აი ხა 12 რიცხვამდე 12-ის მერე. 12 რიცხვამდე ეხლა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია. ხო? 12-ში ჩვენ გვაქვს სავსემთვარეობა, ცოტა მძიმე დღეა. ზედმეტად დიდი ენერგია მოდის, აგრესია მატლობს ადამიანებში და ზედმეტი ემოციურობა. 12-დან დედამიწა გადადის უარყოფით ენერგოველში. ანუ დაძაბულობა ნელ-ნელა მოიმატებს საზოგადოებაში. ანუ მოდეს ვთქვათ, ემოციური ფონი უფრო მძაფრი იქნება. მაგათ ვიღაცას დაავადებები, მათ შორის ქრონიკული შეიძლება უფრო მეტად გაუმწვავდეს, ურთიერთგაგება ცოტა მცირდება ადამიანებს შორის. ანუ 12-ის მერე ცოტა უფრო რთული პერიოდია, თუმცა მე მინდა სავსემთვარეობის წინა დღეებსაც მეაქციოთ ყურადღება. აი ეს არის 10, 11 და თვითონ 12. რატო? აქ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დაპირისპირებები ცისკაბადონზე, მზე უპირისპირდება და პლანეტა მერკური პლუტონს, ამიტომ აგრესია, კონფლიქტები, ტრავმულოვარიული ტენდენციები, ეს სპორტსმენებსაც ეხება ტრავმულო. აი ამ დღეებში განსაკუთრებით მაღალია. დავიღოთ მაქსიმალურად ყურადღებით, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს. ეხლა რაც შეეხება უკვე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, ეგ 12 რიცხვი სავსემთვარეა, 28 თებერვალიც ახალი მთვარეა. ორივე ეს დღე არის მძიმე. აქ არაფერი ახალი მნიშვნელოვანი არ დავიწყოთ. ხელშეკრულებები არ დავდოთ, არავითარი მოლაპარაკებები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. გავაფრთხილდით ჯანმრთელობას, არ აყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათ თუ ამ დროს მაღალია, იმიტომ რომ ადამიანთა ნაწილი ეგზალტირებულია და არაადეკვატურია ამ დღეებში. ამიტომ ფრთხილად, არ გინდათ სესხის აღება, გასესხება ფულის, არავითარი ახალი საქმის დაწყება, ყოველდღიური საქმეებში. აი ეს ორი დღე გავიაროთ ყურადღებით. 12 და 28. ხო, ეს ერთ. ეხლა შემდგომ პლანეტა ვენერა სხვათა შორის 4-ში გადავიდა ძალიან დიდი ხნით. ვერძის ზოდიაქოში. ამაზე ჩვენ შემდეგ გადაცემაში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. უბრალოდ ეხლა კონსტატაცია გავაკეთოთ, რომ საკმაოდ დიდი ხნით, ასე დიდი ხნით იგი ერთ ნიშანში არ არის ხოლმე. ამ შემთხვევაში აპრილის ბოლომდეა იქ თითქმის და მერე კიდე მაისში, ნუ მთელი ამბები ამაზე შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ დეტალურად. ეხლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც საუბრობთ. მაგრამ ეს რას ნიშნავს, ბატონო მიხეილ აი, ვენერა სიყვარულის პლანეტა გადავიდა ვერძის ზოდიაქოში. სიყვარული მიიღებს ძალიან მძაფრ, ძალიან ემოციურ, ძალიან ენერგიულ ფორმა ზოგჯერ უმობელ ფორმასაც კი ეჭვიანობაც კი მოიმატებს. მოდი ეს ვთქვა და ამაზე შემდეგ გადაცემაში უკვე დეტალურად დაგვაინტრიგეთ ახლა. ხო, იმიტომ რომ ახლა ბევრი სხვა თემა გვაქვს და ვერ მოასწრებთ. ახლა 18-ში რა ხდება? 18-ში 14 საათზე და 8 წუთზე. მზე დატოვებს მერწყული ზოდიაქოს და გადავა თევზებში. ესე იგი, ამ დღის, ამ საათიდან ვინც დაიბადება, უკვე თევზებია. იქამდე აი 7 წუთზე ვინც დაიბადება, მერწყულია. 14 საათზე 8 წუთზე დაბადებული უკვე თევზია. ეხდით, უკვე ხასიათი სხვანაირია. ამიტომ ამასაც მერე ვისაუბრებ დაწვრილებით, რას ქვია თევზებში გადასვლა მზისა და რას უკადის ეს საზოგადოებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 24 რიცხვი. აი ახლა აქ არის პლანეტა მარსი. მარსი რა არის? საქმიანობის შრომისმცემლობის მმართველი პლანეტა. დიდი ხანია, ჯერ კიდევ იმ წლიდან გამოყვა, რეტროგრადულია უკუმავალი. ანუ ძალიან უშლის ხელს საქმეს. საქმეში არის უამრავი წინაღობა, უამრავი ბარიერი. დაგპირდებიან, არ გააკეთებენ, დაგპირდებიან, არ მოვლენ, დაავიწყდებათ, 1000 წინაღობებია ახლა. ეხლა და აი საზოგადოებაში ვერ ხდება, რით არის განპირობებული. აი ამ რეტროგრადული მარსით. იმიტომ რომ სხვადასხვა სახის წინაღობებია საქმეში, მოქმედებაში, კანონი არ კანონობს, დაპირება არ სრულდება. აი ეს ყველაფერი 24-ის მერე სწორდება. ამიტომ იგივე დავუშვათ სახლის ყიდვა გინდათ, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გინდათ, რაღაც აი ახალ ბინაში გადასვლა გინდათ, ეს 24-ის მერე ყველაფერი. იმიტომ რომ ეხლა ყველაფერი გიფერხდება. ყველაფერს მეტი სირთულეები აქვს. 24-ის მერე გაცილებით უფრო ადვილი იქნება იდეების რეალიზაცია, თუ ვინათ ახალი სამსახურის დაწყება, ახალ ბინის ყიდვა, გაყიდვა და ასშენო. ეს პროცესები საქმიანი გაუმჯობესდება 24-ის მერე. ამას მიაქციოთ ყურადღება. აი ეს დეტალები არის ძირითადი, რომელიც გასათვალისწინებელია თებერვლის თვეში და საყურადღებოა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, იმიტომ რომ ყველაზე მეტნაკლებად ახდენს ეს უადაუდზე გავლენას და კიდევ ერთი მომენტი, 14 რიცხვი. მერკური გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა, ტყუპების მმართველი, იგი გადადის თევზების ზოდიაქოში.
თევზებში, როცა მერკური გადადის, ადამიანს უმჯობესდება ფოტოგრაფიული მეხსიერება. ბავშვობის დეტალები შეიძლება კარგად გაახსენდეს, მაგალითად, ხო, მაგრამ დღეს რაც შეინახა, გასაღები, პასტა, სათვალე, წვრუმანოები შეიძლება ვერაფერ გაიხსენოს. სამაგერო დახვეწილი იუმორის კარგი გზნობა უძლიერდება. აი ეს დეტალები უკვე თევზებთან არის, ინტუიცია მატლობს. გრძნობი არ ეხდება უფრო მოვლენების მიმართ. ეს მომენტი, მაგრამ ფანტაზიებია კარნახული. თევზებში მერკური ნიშნავს მაგალითად სცენარისტები, დრამატურგები, ის ადამიანსაც ფანტაზიის გაშლა, ხელოვანი ხალხი, მათთვის იწყება ძალიან კარგი საამური პერიოდი. ეხლა ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები, იმიტომ რომ ზოგადი ტენდენციები, რომ ყველა უნდა გაითვალისწინოს, ეხლა ნახოთ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, რა ტენდენციებია საყურადღებო ამ პერიოდში. ესე იგი, თებერვლის თვეზეა საუბარი. დავიწყოთ ვერძის პირველი ნიშანი, მოდი ვთქვათ, რეფორმების დროა, ვერძებო. ახალი საქმე, ახალი საინტერესო პროექტი, ახალი საინტერესო ნაცნობობა, ახალი წიგნი თუ გნებავთ, ახალი პროექტი, ყველაფერი სიახლე, რაც არის, სპონტანური იმპროვიზაცია, ორიგინალური თველი გამოხატვა, თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შანსები, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა საკმაოდ მდგრადია, გეძლევათ საშუალება რეფორმებისა, სიახლეების შემოტანისა. აი გაქვთ რაღაცა იდეები, ხო, ახალი, რაც შეიძლება მეტად განახორციელებთ. თუმცა 24-ის მერე კიდევ უფრო ადვილად განახორციელებთ ამ ახალ იდეებს. მაგალითად, თუ ხართ ჩართული კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობაში ინტერნეტთან, აქედანაც შეიძლება მშვენი ადამიანები გაიცნოთ და საინტერესო იდეებიც განახორციელოთ ინტერნეტის მეშვე უბით. სახლიდან გაუსწრებოდაც კი. ამის ძალიან კარგი შანსები გაქვთ. ხო. ეხლა რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშანს, აქ ენერგოტონუსია ცოტა დაბალი. კუროება, ამიტომ ცოტა გაუფრთხილდით საკუთარ თავს. მართალია 18 რიცხვის მერე ენერგოტონუსი თქვენი დაიწყებს მატებას, მაგრამ იქამდე ყურადღებით. რომ ქრონიკულმა დაავადებებმა არჩინონ თავი, სხვა სახის კონფლიქტურმა სიტუაციებმა, იმიტომ რომ ემოციური ფონი ცოტა დაძაბული აქვს. მაგრამ საქმიანი კუთხით პერიოდი კარგია. შესაძლებლობა მაგალითად პროფესიონალური წინსვლისა, კარიერული განვითარების საკმაოდ მაღალია. კუთხეებში შეიძლება შესთავაზონ რაღაც ახალი თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, ან ახალი სამსახურის პერსპექტივა გაჩნდეს. ოღონდ მნიშვნელოვანია თქვენთვის რა, ცოტა მეტი ტაქტი. მიაქციეთ ყურადღება სიტყვებს, ზედმეტად პირდაპირი ნუხართ და ჯიუტი და ხისტი. მაშინ თქვენი ურთიერთობა ხელმძღვანელებთანაც კარგი იქნება, კოლეგებთან და ეს ხელში უწყობს სწორედ თქვენს პროფესიონალურ განვითარებას და წინსვლას. აი კვალიფიკაციის სასამაღლებლად ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. ეხლა რაც შეეხება ტყუპებს, აგერ ბატონო გადავიდით ტყუპებთან. ენერგოტონუსი მაღალი, ეს ნიშანი ჯანზეა, რომ ეთქვიან აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კონტაქტური, კომუნიკაბელური, გონება მახვილი იდეებს რა უყოთ, რომ ეთქვიან ახლა ამაზე ეს ნათქვამი, იმიტომ რომ გენერირება აქვს საინტერესო იდეებისა, რაღაც ახალი პროექტებისა იდეებისა, ერთ სიტყვით. აქტიური. ჩემო კარგი, ეხლა უფლება არა გაქვთ გაჩერების. მათ შორის უცხოეთთან აქტიური კონტაქტების დრო. აქ შეიძლება საინტერესო კონტაქტები დამყარდეს უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან და შემდგომ შეიძლება რომანტიკული თავგადასავლების წინაშეც კი აღმოჩნდეს ეს ნიშანი. სამყარო ითხოვს თქვენგან ოპტიმიზმს, წინა პლანზე ოპტიმიზმი. პრობლემაა, მე რა ოპტიმიზმით დაძლევთ ამ პრობლემას. პესიმიზმი ჩემში არ არსებობს. ხო, ეგ ვიცი, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით. აძლევს ამ მიმართულებით არა, ეს რატო იცი, მშვილდოსანი, ეხლა მოდი ესე ვთქვათ რა, აი მშვილდოსთვის ელემენტები მოეთხოვება ეხლა, ანუ ოპტიმიზმი და ეს ყველაზე ახლოა ტყუპები მშვილდოსანთან ხასიათით. ამიტომ ბუნებრივად აქვთ ეს ოპტიმიზმის მომენტი, დრამატიზირება ამოთმარენცია. ეს ჩვენი მარიამი როა კიდე, ხო? მოყავს თამყვანი მარიამი, სუიცენი, სუ კარხასიათზეა, ხო? ეს ტყუპების დამახასიათებელი თვისებაა. ამიტომ პერიოდი კარგი გაქვთ, იაქტიურეთ, რაც შეიძლება მეტად იმოძრავეთ. საერთოდ ტურისტული ლაშქრობებისთვის, სპორტისთვის, სპორტული ვარჯიშებისთვის საუკეთესო დრო გაქვთ თებერვალი. აი ესე ვთქვათ, კერჩხიბებს ახლა სხვა მომენტი აქვს. ენერგოტონუსი 18-მდე დაბალი აქვს, მაგრამ 18-ის მერე თებერვლისა აშკარად იგრძნობენ ჯანზე მოდიან, განწყობა უმჯობესდება, ბევრი რამ უკეთესად გამოვან. თუმცა საქმიანი კუთხით ეხლაც არა იცოდი პერიოდი, უბრალოდ ჯანმრთელობას ყურადღება არ გაცივდნენ. ინფექციური დაავადების ტენდენცია მაღალი, ადვილად იღლებიან. აი ეს არის მთავარი საყურადღებო თორე. საქმიანი კუთხით თებერვალი საკმაოდ კარგია. მთავარია რა? გასაიდუმლოება. აი ეს არის ხა მათთვის თავარი. ზედმეტი არის, რასაც მე ადრე ვამბობ ხოლმე. ეხლა ეს თავარი პრობლემა გერჩხიბს. ანუ ზედმეტი არის ლაპარაკობთ. რა გეგმები გაქვთ იქ, რას აპირებთ, როგორ, რა მეთოდოლოგიით, ჩუმად.
ყველაფერი კულისებს მიღმა, მაშინ ნახავთ და 18-ის მერე კიდევ მეტად მოიმატებს. ზოდიაქოს ნიშანმა უნდა გაითვალისწინოს. განსაკუთრებით აქამდე ტყუპებზე. არა, ტყუპებზე საერთოდ ეს აქტუალურია, იმიტომ მოლაპარაკე ნიშანია. ესმის ახშიათ გასცემს ხოლმე ინფორმაციას, ისე რომ თვითონ ვერ ხვდება. ხვდე, მაგრამ ეხლა კერჩხიბს აქვს ეს განსაკუთრებული დავალება გასაიდუმლოებისა. ეხლა რაც შეეხება იმპერატორთა ნიშანს, ლომე იგულისხმება ამ შემთხვევაში, ლომებო უპროცესკულსა ძალიან საინტერესო პერიოდი გაქვთ იმ კუთხით, რომ პარტნიორული თანამშრომლობის დროა. გინდათ საქმიანი, გინდათ ბიზნეს პარტნიორული თანამშრომლობა, პირადი ურთიერთობა, რაც უფრო უკეთესად წარიმართება, მით უკეთესი ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოსავლენად, შემოქმედებითი პროექტებისათვის, მათ განსახორციელებლად და თანაშანი ჯანზია, ენერგიული, აქტიურია, ჯანმრთელობა უმჯობესდება, განწყობა უმჯობესდება. ეხლა ყველაფერი გამოგივათ. რაც შეიძლება მეტად აქტიურია. დიდი ხანი არ ყოფილვარ ქორწილში, ისე და იმედია საეთეროში ისმენენ ამ ყველაფერს. ასე რომ გაჩერების უფლება ეხლა არ გაქვთ, რომ ბევრი რამ გამოგდით. მოლაპარაკება, საქმიანი, დაუშვათ ამ პირადული, ყველაფერი წავა ისე როგორც თქვენს გსურთ. თავარია დადებითი განწყობით შევხვდეთ აი იმ საკითხებს, რომელიც გადასაზღვროთი გაქვთ, მაგრამ თებერვალი უდაოდ კარგია. კი, ახლა რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, ქალწულებს თხოვ, რომ მაქსიმალური ყურადღება რას ჯანმრთელობას. აი ეს არის თავარი 10 სისუსტე. ეხლა შეიძლება ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმაც იჩინონ თავი, ან შეიძლება ადვილად გაცივდნენ ინფექციური დაავადების წინაშე აღმოჩნდა. მაშინ წყალში ეყრებათ ყველაფერი და რა არის ყველაფერი? საქმიანი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო დრო აქვს. ძალიან ბევრი რამ გამოსდით. პარტნიორული თანამშრომლობა, კოლეგების დახმარება, ხელმძღვანელობის მხრიდან და გავლენიანი ადამიანები შეიძლება გაიცნო, რომელიც მაქსიმალურად დაეხმარებიან, მათ შორის ფინანსური კუთხითაც. ანუ შანსები კარგია, მაგრამ თავად გახდით და გაცივდით, ეს ყველაფერი წყალში გადაიყრება, ხო? ამიტომ ჯანმრთელობას ყურადღება და თუ რაღაცა გაქვთ მოსაწესრიგებელი. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობები მოსაწესრიგებელი, თქვენი გონების რაღაც ელემენტები, ან სახლი მოსაწესრიგებელი, ან საქმე. აი, ყველაზე კარგი დროა ყველაფერი დაალაგოთ, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ. კი, ეს თქვენი კრედოა. ეხლა რაც შეეხება უკვე სასწორებს, სიყვარულის დრო. აი ვის აქ. სასწორი ეხლა არ ნახულად მოსიყვარულია. და რაც თორეა სიყვარულისთვის კარგი პერიოდია რომანტიკული ურთიერთობები, არსებული ურთიერთობების გაუმჯობესება, შვილებთან ურთიერთობა ზემაღალ დონეზე ადის, სრული ურთიერთგაგება, როგორც შემოქმედი, გადასწარევი იქნება, როგორც ლიდერი და ორგანიზატორი, აქაც იქნება გადასწარევი, კონკურსებში, ლატარების მონაწილეებში მიიღება, აი ამ თებერვალში წარმატების ფაქტორია მისთვის. ამიტომ ბევრი რამ გამოსდის და თან კარგად. ამიტომ რაც შეიძლება მეტად ჩააქცეულოს სიყვარული ნებისმიერ საქმეში, ნებისმიერ ურთიერთობებში, და მე ნახოს რაოდენ წარვა ხა ეს ყოველთვის უნდა გააკეთოს ადამიანს, მაგრამ ეხლა ეს დავალება სამყაროდან აქვს სასწორს. მან უნდა მოიტანოს ის დიდი სიყვარულის, ასე ვთქვათ, ენერგია, რომელიც აქ ყველაფერს დაალაგებს და ყველაფერს მისცემს დადებით ელფერს. ეს 10, ასე ვთქვათ, ეხლა პროგრამა. რაც შეეხება მორიელს, აი მორიელისთვის ეხლა მთავარი პროგრამა არის რა? საოჯახო საათესო ურთიერთობების სტაბილიზაცია. ლიკუნა გესმის? ჩაიხედეთ ოჯახის წევრები. ეხლა ერთ რამეს გეტყვი კიდე ჩვენო მორიელო, ლიკა, ესე იგი, რაშია საქმე? რადგან ჩვენ გვაქვს ეხლა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების მომენტი, თუ რამე პრობლემა გაქვს დაუშვათ სახლში, საყოფაცხოვრებო დიდხანს ვერ აგვარებით, რაღაცას ვერ აი ეხლა საუკეთესო დრო. შეიძლება დიზაინის შეცვალოთ, ლამაზი ავეჯი იყიდოთ, აბსოლუტურად კომფორტული სიტუაცია შეიქმნათ და ამის გარდა კირჩხები ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც შემოკარგო მართავს კულინარიას. ამერ ბატონო, შვენერი კულინარი, რასაჭმელებს გიმზადებს აკრას სურნელებებს, ხედავთ ხო? კულინარიისთვის, ფოტოგრაფიისთვის, ეხლა საუკეთესო დრო აქვს ამ ნიშნებს და შეიძლება მართ შედევრით შექმნან კულინარიული. საუკეთესო დროა ერთ სიტყვით საქმიანი კუთხით, მაგრამ ჯანმრთელობას ცოტა მეტი ყურადღება, ცოტა მეტი გამოძინება. შვილოსნებს რაც შეეხება, აი ვისა კონტაქტების დრო. კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკები, საინტერესო ინფორმაცია, სწავლა, მნიშვნელოვანი პარტნიორული თანამშრომლობა, მგზავრობა, მოგზაურობა, შვილდოსნებო, გაჩერების უფლება არ გაქვთ. იმოძრავეთ, მიდექით, მოდექით, ხალხი შეაწუხეთ, საზოგადოებას გააცანეთ თქვენი თავი, პროექტები, იდეები, ყველაფერი გამოგდით. თან თქვენ ხო ოპტიმისტი ნიშანი ხარ. აი ეს დრო, როცა თქვენი ოპტიმიზმი და ცოდნა იფრქვევა და ასაზრდოებს ირგვლივ საზოგადოებას და სამყაროს. საუკეთესო დრო გაქვთ, ჯანიც გაქვთ ეხლა, განწყობაც კარგი და ყველაფერი გამოგდით. ეხლა რა შეეხება თხის დგას, თხის ქებო, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერიოდია. ადრეული საქმეები, ადრეული პროექტები, მათ შორის ბიზნეს პროექტი. აი ახლა გვაძლევენ მატერიალურ მონაგარს. ამიტომ ფინანსური კუთხით ძალიან საინტერესო შესაძლებლობები აღმოაჩინა და უფრო მეტიც ისეთ პროექტებში ჩაერთვათ, რომელიც ეხლაც მოგცემენ ფინანსურ თანხას. ეხლა მთავარია რა?
თქვენ აკონტროლეთ საკუთარ თავში. ენერგოტონუსის შემცირება ძალიან უგადაღლებით, რომ შესაძლებელი არ დაუშვათ სიჯუტე, სიხისტე და პირდაპირობა და თუ ხართ ხელმძღვანელი პირი, ძალაუფლება გაქვთ, ანუ ძალაუფლებას ნუ გადაამეტებთ. აი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორები თქვენთვის თებერვალში. თუ ამას გაითვალისწინებთ, საქმიანი კუთხით, ფინანსურადაც გაემართები და ბევრ სხვა საინტერესო პროექტებს განახორციელებთ. მოდით ბატონო შენთან შემოკარგო, თაკუ, ესე იგი ჩვენ ახლა მერწყულებზე ვართ. ეხლა თქვენი დრო. რა უფლება გაქვთ ახლა მერწყულებს? არაფერი არ აკეთოთ. და უბრალოდ ელოდოთ ვინ რას როდის ვერ გავიგე. გამორიცხული. კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ვინ უნდა მიდგეს, მოდგეს, ხალხი შეაწუხოს. თქვენ ახლა გაქვთ ფანტასტიკური იდეები. ერთი მეორეზე კარგი პროექტების ჩამოყალიბების შესაძლებლობა. ეხლა უნდა მაქსიმალურად ეს გამოამზოვროთ, საზოგადოებას გააცნოთ, მაქსიმალური კონტაქტების შეხვედრა, შეიძლება იმიჯიც გარეგნობად შეიცვალოთ. ანუ რეფორმების დროც გაქვთ. ესმის თან თავისუფლად გზნობთ თავს. აი ეს მარწუხები მოხსნელი გაქვთ. სხვა დროს რაც გაწუხებთ. ამიტომ ახლა თქვენ გაქვთ სპონტანური თავისუფალი იმპროვიზაციის, ახალი იდეების ჩამოყალიბების, მატერიალიზაციის, ახალი ადამიანების გაცნობის პერიოდი, გააფართოეთ თქვენ ცნობიერებას, გავლენის სფეროებს, ძალიან დიდი შანსი. ამ დიდ ხანს ელოდით ამ დროს და გამოეღოთ ახლა ისე კი არა რომ მომისმინეთ და დამთავრდა, წახვედით და იძინეთ, არა. რა შეიძლება მეტი აქტიურობა. თქვენ ახლა უფლება არ გაქვთ სიზარმაცის და არფისკეთების. აი ეს ოქროს დრო არ დაკარგოთ. თებერვლის ნაირი პერიოდი წლის განმავლობაში არც ერთი აღარ გაქვთ. იქ გექნებათ კარგი პერიოდებიც, მაგრამ ეს როა ეხლა ვარსკვლავური დრო გაქვთ. ამას უნდა. ეს სადამდე გრძელდება ასე? თებერვლის ბოლომდე. კი. და ეხლა რა შეხება უკვე? ო, მერწყულება აუცილებლად. და ეხლა თევზების ზოდია. აი ეხლა აქ თევზებს ყველაზე საყურადღებო ჯანმრთელობა. საქმიანი კუთხით ძალიან კარგი დროა. შემოქმედებითი კუთხით, ინტუიცია ძლიერი აქვს, მასზე დაყრდნობით სწორად მოქმედებს თევზები. საქმიანობრივ აქციებში ჩაებმება და ავტორიტეტს აიმაღლებს. პარტნიორული თანამშრომლობა საკმაოდ კარგად გამოუვა. ეს ყველაფერი კი, მაგრამ რატო არ რთული ხა ეს პერიოდი, აი სადღაც 18-მდე. მაინც თევზებო ძალიან გთხოვთ, ყურადღება ჯანმრთელობას, იმუნიტეტი გაქვთ ყველაზე დაბალი. შედარებით ადვილად იღლებით. ეცადეთ რომ დაასვენოთ ცოტა საკუთარი თავი, ახალ საქმეებს 18-მდე ნუ დაიწყებთ. ძველი საქმეები დაასრულეთ, ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლეთ 18-დან. უკვე თქვენი გზნობთ, რომ თქვენი დრო მოდის. და მე გაცილებით უკეთესი პერიოდი დაიწყება. ახლა იქამდე მოშურნეები, ფარლუნტრები, ჭორები, ინტრიგები ამათ არ ძინავთ. ამიტომ ენასკვილი დააჭირეთ თქვენც, საიდუმლო დაიცავით, კულისებს მიღმა იმოქმედეთ, რაც საჭიროა გააკეთეთ, უნჩუმად. ზედმეტი ხმაურის გარეშე. 18-დან თქვენ უკვე იგრძნობთ, რომ ჯანი გემატებათ, მზე გადადის თქვენ ზოდიაქოს ნიშანში და პერსპექტივები ერთიორად მოემატებს. ამიტომ შანსები მომრავლდება და საზოგადოება სულ სხვანაირი განწყობით იქნება დღეს მართვარია. თუ ეხლა გაქვთ რაღაც დეპრესიული მომენტები, ეს ყველაფერი გადაივლის. ეხლა შეიძლება ჯანმრთელობასაც პრობლემები გქონდეს, განწყობაც ისე რა ზოგიერთი თევზები რით უნდა დაეხმაროთ ამას, შეად მეკითხებიან. თქვენ ხო გაქვთ ფანტასტიკური იუმორი. ყველაზე დახვეწილი იუმორი აქვს სამ ნიშანს. ერთი არის ტყუპები, მეორე არის კერჩხები და მესამე არის თევზები. და აი დაახმარეთ თავი, შემოკარგებო, გაქვთ სასწაული იუმორი, ხო? იუმორით ჩართეთ რთულ პერიოდებში, მithumetes და იუმორით სულ სხვანაირად წარიმართებოდა ცხოვრება, სულ სხვანაირი გახდებოდა საამური და ეს რთული პერიოდები გაცილებით მეტად გალამაზდება თქვენი დახვეწილი იუმორით და 18-დან იწყება თქვენი დრო. ეს მოკლე ინფორმაცია თებერვლის შესახებ. გაფრთხილებული ხართ, შეერაღებული ხართ და იმედია წარმატებული იქნებით. ძალიან დიდი მადლობა. მეტნაკლებად ისე პოზიტიური თვეგველოდება და ეს ძალიან მიხარია რომ პოზიტიური განწყობა წარმატების წინაპირობაა. კარგი პერიოდია. ბატონო მიხეილ, მადლობა. მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ჩვენს მორიელს.